გავსინჯოთ აზიური სასმელები. სახელები სამწუხაროდ არ ვიცი ერთის გარდა. მოდით ერთად გავსინჯოთ და დავადგინოთ რა არის. პირველი არის აი ეს სასმელი, რაღაცა ყვავილები ახატია. ავანჩვიოთ მაინც. მართლა გეგონება იმ ყვავილს ან ბჭამა, ანუ სხვა ძალიან გემრიელია. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული სასმელს მსგავსი გემოებით და რძისნაირია. ამ ყვავილის სასმელს ვუწერ 10-დან 8-ს, იმიტომ რომ მაინც ცოტა ტკბილია და ყოველდღე ვერ დავარ. შემდეგი არის აი ეს უზეყველესი შეფუთვით რაღაცა სასმელი. ძალიან უცნაური ფერი არის. ეს გაზიანია უკვე. აი იოგურტები რო გვაქვს ტკბილი რაღაცა საბავშვო ან ჩვენთვის რაღაცა მაგისი გემო ოღონდ გაზირებული წყალი რო იყოს ეს ზუსტად ეგ არის 10-დან 7, იმიტომ რომ მაინც ძალიან ტკბილია ჩემთვის. შემდეგი იქნება ალბათ ჩინური კოკა-კოლა. მოდით გავსინჯოთ, ძალიან ხანაობა შეფუთვა არის. ტკბილია, რაღაცა ხილის ძალიან მძაფრი გემოა. მე მგონი ატამი არის თუ არ ვცდები. ამას ვუწერ 10-დან 6, იმიტომ რომ ძალიან მძაფრი გემოებია ჩემთვის. შემდეგი იქნება აი ეს, სხვათა შორის ეს ნახატი მახსენებს TikTok-ში რო არის ადამიანი ჩინეთში, რომელიც ძველ სახლში აკეთებს ყოველდღე რაღაცებს, აშენებს ან საჭმელს ამზადებს და ასე შემდეგ. ეგ არის ზუსტად. ხალხო რძე არის, ოღონდ ტკბილი რძე. რძეა ხალხო. მაგას არ მოველოდი საერთოდ. ამას ვუწერ 10-დან 10, იმიტომ რომ ეს იყო სრული სიურპრიზი ჩემთვის. ეს ბოთლი არის ყველაზე მინიმალისტური და როგორც წერია გრეიპფრუტის გემო იქნება. გავსინჯოთ. ძალიან ქიმიის გემო არ არის, იგრძნობა რომ გრეიპფრუტის გემოა, მაგრამ ძალიან გაზიანიც არ არის, მაგრამ როდ გაზიანია მაინც. ამას ვუწერ 10-დან 9-ს, კი, იმიტომ რომ მომწონს, მაგას ხშირად დავლევდი. შემდეგი იქნება Flat White-ის Starbucks-იდან, თან გავადიდე თულს რომ Starbucks-ი ჩვენთანაც შემოვიდეს. გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია და ძალიან ტკბილი არ არის, სხვათა შორის, რაც გამიკვირდა. ველოდი რომ ძალიან ტკბილი იქნება. ამას ვუწერ 10-დან 8-ს. ყავადიდად არ მიყვარს, მაგრამ მაგას ზოგჯერ დავლევდი. და გავიცით, გამოიწერო ჩემი არხი, იმიტომ რომ კიდე ბევრი სხვადასხვა გემრიელობები უნდა გავსინჯოთ.